დღეს მოდი ვისაუბროთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთ-ერთ ალბათ ყველაზე ცნობილ და ღრმა ლექსზე ფიქრნი მტკვრის პირას. წარმოიდგინეთ, ხო, პოეტი დგას მტკვრის პირას, მდინარე მიედინება, აი შეუჩერებლად. კი, როგორც დრო, როგორც თავად ცხოვრება. და ეს არ არის უბრალოდ, რა ვიცი, სევდიანი განწყობა. არა, რა თქმა უნდა. ეს არის ფონი, რომელზეც პოეტი სვამს კითხვებს, რომლებიც ალბათ ყველას გვაწუხებს, მარადიულ კითხვებს. სათალია. ეს არის ერთგვარი ფილოსოფიური ძიება, ხო? რას ეძებს? აი, რისი თქმა უნდა ჩვენთვის? ძიების არსი, ჩემი აზრით, არის ადამიანის ადგილი ამ სამყაროში. აი ეს კონფლიქტი მიწიერსა და ზეციურს შორის. ზუსტად. აი გრძნობს ამ ლტოლვას რაღაც უფრო მაღლისკენ, ხო? ზეციური ბუნებისადმი, მაგრამ ფეხი აქ უდგას მიწაზე. ამ წუთელ სოფელში. კი ბატონო. და აი ეს ცნობილი სტრიქონებიც. მაინც რა არის ჩვენი ყოფა წუთ სოფელი თუ არა უდენ საწყაული აღუსებელი. რა ძლიერია რა. ძალიან ძლიერი. ეს აღუსებელი საწყაული ხომ პირდაპირ გვეუბნება რაღაცას ჩვენს ბუნებაზე. აი ეს მუდმივი შინაგანი დაუკმაყოფილებლობა. ხო, თითქოს სულ რაღაც გვაკლია. სულ. პოეტი კითხულობს კიდეც, ვინმე თუ არის, ვინც ბოლომდე დაკმაყოფილდაო, თუნდაც ძლიერნი ამას ოფლისანი. მეფეები, რომლებსაც თითქოს ყველაფერია აქვთ. მაინც მეც ეძებენ. იმ მიწას, რომლადაც მერე თვითონ იქცევიან. ანუ ეს ძალაუფლებაც, დიდებაც, ყველაფერი დროებითია, წარმავალია. და ეს აცნობიერება პოეტს რა თქმა უნდა აწუხებს. ფიგრობს საკუთარ თავზეც რა დარჩება ჩემგანო. აი ეგ შიში, რომ სახელიც კი დაგეკარგება, რომ შენი ცრემლიც კი, აი როგორც მტკვრის ტალღაც სვლის ტალღას ისე გაქრება. ძალიან მძაფრია. ნამდვილად. ვახ, თუ რაც ვინატრემე აღარ მოხდება. ეს ხომ სასოწარკვეთი ზღვარზეა თითქოს. მაგრამ აქ ხო არ ჩერდება. ეს რომ იყოს სულ, ძალიან მძიმე იქნებოდა. არა, რა თქმა უნდა არ ჩერდება. აი სწორედ აქ სვამს მთავარ კითხვას. კაი, თუ ყველაფერი წარმავალია, აზრ ავქნათ. რა აზრი აქვს? უბრალოდ შევეგუოთ. და პასუხი, ცოტა მოულოდნელიც კია, არა? კი, ერთი შეხედვით თითქოს ეწინააღმდეგება წინა ნათქვამს. რადგანაც კაცნი გვქვიან შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივდიოთ მას. ანუ არ უნდა გავექცეთ ამ სამყაროს. უნდა ვიცხოვროთ აქ, ვიშრომოთ, ვივზრუნოთ. ზუსტად. ჩვენ ხომ აქ ვართ, ამ მიწაზე. ამის იგნორირება არ შეიძლება. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა. ეს ხომ არ ნიშნავს უბრალოდ მიწიერზე ჩაციკლვას, იმას, რასაც თვითონ აკრიტიკებდა, ცოცხალ მკვდრად ყოფნას. აი ძალიან კარგი კითხვაა. და სწორედ აქ არის ბარათაშვილის გენიალურობა ჩემი აზრით. ის ამბობს, რომ კი, იყავი სოფლის შვილი, მაგრამ არ დაივიწყო, რომ მხოლოდ მტვერი მიწისა არ ხარ. აუცილებელია მზერას ზემოთაც მიმართო. აი ლაჟვარდისფერ ცისკამარისკენ. ანუ ეს ორი რამ ერთად უნდა იყოს. მიწაც და ცაც. დიახ, იპო ბალანსი. იშრომე, იცხოვრე აქ, მაგრამ თან იფიქრე მარადიულზე. და რაც თავარია აკეთე სიკეთე. კეთილი საქმე და კეთილი სახელი, აი რა უძლებს დროს. ეს არის ერთგვარი გამოსავალი, აზრიანი ცხოვრების ფორმულა. მაშასადამე გამოდის, რომ ფიქრნი მტკვრის პირას არ არის უბრალოდ სევდა ან ფილოსოფია. ეს რაღაცნაირად გზამკვლევია. ერთგვარი მოწოდებაა. ვიპოვოთ ეს ჰარმონია. ვიყოთ მიწაზე, მაგრამ სულით ზეცისკენ. ვიშრომოთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჩვენი არსებობის უფრო მაღალი, სულიერი განზომილება. ეს მუდმივი ძიება ალბათ, ბალანსირება. ნამდვილად, მუდმივი. და აი ბოლოს, მოდი მსმენელს დაუტოვოთ საფიქრალი. შენთვის პირადად რას ნიშნავს ეს? როგორ პოულობ შენს ცხოვრებაში ამ ბალანსს? იყო სოფლის შვილი, ანუ იცხოვრო აქ და ახლა და ამავდროულად ისწრაფოდე ცის კამარისკენ, იმ მარადიულისკენ. დაფიქრდი ამაზე.